არაკეთილსინდისიერი დონორობა და გაქცევა ანგარიშ ვალდებულებისგან. ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ იმის დადასტურებას, რომ საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს, თუმცა გერმანიის მთავრობა არ ასახელებს კონკრეტულად რომელ არასამთავრობოებზეა საუბარი. ნინო არღულიანი მუშაობს თემაზე და უფრო მეც მისგან გავიგებთ. ქართული არასამთავრობოების დაფინანსებასთან დაკავშირებით გერმანიის ხელისუფლების მიერ გასაიდუმლოებული ინფორმაცია და დოკუმენტები მმართველი პარტიისთვის ერთდროულად რამდენიმე რამის დასტურია. პირველი ის, რომ გერმანიის ხელისუფლება პატივს არ სცემს საქართველოს მოქალაქეებს და არც საკუთარი ქვეყნის კანონმდებლებს, ასევე დასტურია იმისა, რომ გერმანიის ხელისუფლება, რომელიც სხვა ქვეყნებისგან გამჭვირვალედ მოქმედებას მოითხოვს, თავად გამჭვირვალედ არ მუშაობს. გარდა ამისა, სახელისუფლებო პარტიისთვის დასტურდება ისიც, რომ გაუქმებული USAID-ისა და NED-ის საქმიანობა რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლებამ გადაიბარა და სავარაუდოდ მათ შორის არის გერმანიაც, რადგან ქართული ოცნების წევრები აცხადებენ, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები თბილისში აქციებს აორგანიზებენ და ასევე ფინანსურ დონაციას უწევენ. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ არაკეთილსინდისიერი დონორები ახსენა და სწორედ მათ მიმართა, როდესაც თქვა, რომ მათ უნდა უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებულობა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენს რიცხავენ თბილისში, ვის ურიცხავენ და ასევე რაში იხარჯება მათ მიერ ჩარიცხული თანხები. ჩვენთან ასეთი რამე რომ მომხდარიყო, რომ ოპოზიციას დაესვა კითხვა მთავრობისთვის და მთავრობას გაეცა პასუხი, რომ აქვს ინფორმაცია და უმალავს. წარმომიდგენია რა ამბავში იქნებოდა ოპოზიცია, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები და ზოგიერთი უცხოელი ელჩი. რომ ეს არის გამჭვირვალობის დარღვევა, ანგარიშვალდებულების დარღვევა. მიზეზად მოყვანილია თითქოს საქართველოში NGO-ების მიმართ არის რაღაც დევნა და მათ უფრთხილდებიან. აბსოლუტური აბსურდი და ეს არის მხოლოდ საბაბი იმისთვის, რომ დამალონ რეალური ინფორმაცია. და ეს რეალური ინფორმაცია ნაწილობრივ გამოჩნდა ბიუჯეტებში, რომელიც არის იქ მოცემული და თქვენ ალბათ ყურადღებას მიაქცევდით, რომ საარჩევნო წელს 2024 წელს რეკორდული რაოდენობით თანხა დაიხარჯა გერმანული ბიუჯეტიდან ქართულ NGO-ებზე. და რა გააკეთეს ქართულმა NGO-ებმა შარშან არჩევნებისას, ყველამ დავინახეთ. ეს იყო საარჩევნო კამპანიაში პირდაპირ ჩართულობა ამ NGO-ების, ეს იყო საარჩევნო თაღლითობა ისვედის და მსგავსი სადამკვირვებლო ეგრეთ წოდებული ორგანიზაციების მხრიდან და ეს იყო არჩევნების შემდეგ რევოლუციის და დამხობის მონაწილეობა და საქართველოს პარლამენტზე შტურმი. ჩვენ ახლა ვიგებთ, რომ გერმანიის მთავრობა საკუთარ მაკონტროლებელ დეპუტატებსაც კი უმალავს ამ ინფორმაციას და არა მხოლოდ ქართულ ხალხს, არამედ საკუთარ დეპუტატებსაც უმალავს ამ ინფორმაციას. ამიტომ ეს არის დასტური იმისა, თუ რატომ რამდენად მნიშვნელოვანი არის გამჭვირვალობის კანონი. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ ეს ის თანხები არის, რომელიც თავის დროზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან USAID-ის და NED-ის მეშვეობით აქ ეგრეთ წოდებული ფერადი რევოლუციებისა და უკიდურესი მემარცხენე იდეოლოგიის დამკვიდრებას ემსახურებოდა. დღეს ეს რო იტყვიან დროშა ევროპის ხელში არის და ჩვენ ხედავთ, რომ აი ეს განცხადება დასტურია იმისა, რომ გერმანიას არ სურს ღიად საჯაროდ და გამჭვირვალედ ისაუბროს იმ ფინანსებზე, რომელსაც ის არასამთავრობო თუ სხვა ორგანიზაციას საქართველოში უგზავნის. გერმანიის ხელისუფლების მთავარმა კონკურენტმა გერმანიაში ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ მთავრობას 9 კითხვით მიმართა, თუ ვის და რამდენით აფინანსებენ საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციებს თბილისში, თუმცა ფრიდრიხ მერცის მთავრობა ამ ინფორმაციას მალავს, პასუხად მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ გერმანელი გადასახადების გადამხდელების ფული ქართულ ორგანიზაციებს ნამდვილად ერიცხებათ.